გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები იპოლიტ არ მოგბეზრდა რა თქმა უნდა არ მობეზრდა ის ხომ ბებიას გავს რას გულისხმობ იცი ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა მართლა და რომელი ადგილი დაიკავე არაფერი არ გამომივიდა ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერდო, ტრაკ და კატია, შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი! საით! აი სათყოფილ ხარ. მე კი ყველგან გეძებ. უცნაურია, ზერისად დაიკარგა. არ დაკარგულა, გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუცელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც შანს ბატარეის გამოცვლა მომიწევს, ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზა დამითმეთ თუ შეიძლება. რაღაც თავბრუ მეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე. კიდევ ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგვდის არაფერი. იმიტომ რომ არ გვისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! აქ უნდა ამოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ.
რა იქით წაიღებ? მოდი თორს დავეხმაროთ. თორ, შენი დიდი ნიჩაბი გვჭირდება. უფრო ღრმად გათხარი, თორ. ანკი, ის არის ამოსიე? დროსი გვჭირდება. წავედით დო. ამოსიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ, დიახ. ჰეი! ზერ. არ დაიჯერებთ, ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად. მოიტაცეს. ჩქარა, გადავარჩინოთ. ანგი, ვერაფერი ვერ გავიგე. ვინ უნდა გადავარჩინოთ, ვინ მოიტაცეს? თორი მოიტაცეს. ქალაქში წაიყვანეს. აი ასე მოხდა. ეს ადგილი არ მიყვარს. გზატკეცილი სულ ახლოსაა. ხალხმა რომ დაგვინახოს. შეხედე. გამარჯობა. მე თორი მქვია. შენ? აქ როგორ მოხვდი? ნამდვილი არ არის. გაფერადებული ფიგურაა. სად არის? ვერ ხედავ? აი, აი იქ არის. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ თორს მანქანად გადაქცევა მოესწრო. მაგრამ ხალხმა დაინახა და ისიც ადგილზე გაშეშდა. მე რაღაც ვერ გავიგე. გადაცემა რა შუაშია? დო საქმე ისაა, რომ თორის ხვაში შეეშალათ. ხელოვნურ დინოზავრში. ქალაქში გასართობ პარკს ხსნიან. და იქ სხვადასხვა ფიგურა მიჰქონდათ. ერთ-ერთი სატვირთოდან გადმოვარდა და ახლა თორი მის მაგივრად. გასაგებია, უნდა გადავარჩინოთ. პარკში წავიდეთ. ტურბოზავრებო წინ! ჩვენ წავალთ, ნახავთ რა ხდება, თქვენ კი პარკთან დაგველოდეთ. რატომღაც აგვიანებენ? რაღაც ნამდვილ დინოზავრს არ გავს. საერთოდ არ გავს. აქ არის. თქვენს გახსნაზე მოხვდით? აქ ბევრი არაფერია სანახავი. დინოზავრებს აქვბერდნენ, ისინი კი საერთოდ არ არიან საშიშები. არც ეს. არც ისინი. ადამიანები არიან დინოზავრების კოსტიუმებში გამოწყობილი. წავედით აქედან. მიშველეთ. თელი ტანი მტკივა და სადილი გამოვტოვე. მოძრაობა შეგიძლია? არ შემიძლია, ცემენტით დამამაგრეს. შეუძლებელი არაფერია. გეგმა მაქვს. პარკი აქ არის? ჩვენ აქ ვართ. ანკი, შეგიძლიათ რაკიასტიო და ჰაერით ისე გადაიტანო, რომ თორი პოსტამენტიდან ჩამოხსნა. რა თქმა უნდა. მაშინ გადაწყვეტილია, როცა დაღამდება, თორს გავათავისუფლებთ და მის მაგივრად დინოზავრის ფიგურას დავდგამთ. ჯერ უნდა ვიპოვოთ და მოვიტანოთ. მე ვიცი სად დგას. შემიძლია იქ მიგიყვანოთ. ანკი, შენ რა დაგავიწყდა სად არის დინოზავრი? არ დამივიწყებია. უბრალოდ ადგილი ვერ დავიმახსოვრე. ჯუმად, აქ ვიღაც მოდის. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ამ ტყეში რაღაც ხდებოდა.
ახლა კი ნამდვილად ვიცი. აქ დინოზავრები ცხოვრობენ. მაგრამ ეს დინოზავრი არ არის, უბრალოდ ფიგურაა, სტეპენ პეტროვიჩ. ესე იგი ფიგურაა? მე კი მეგონა ბულ, მოედანი გაასწორე ანკისთვის. როცა მზად იქნება, ანკი ტრაკს პარკში გადაიტანს. ტრაკ შენ თორს გაათავისუფლებ. მერე ანკი პარკში ორეულს გადაიტანს. შენ მას პოსტამენტზე დადგამ. ბოლოს ანკი შენ და თორს უკან გადმოგიყვანთ. ტურბოზავრებო, წინ! მე ეს პარკი მომეწონა. ვფიქრობ კიდევ ესტუმრები. ოღონდ უჩემოთ. ისიც საკმარისია რომ აქ ექსპონატი ვიყავი. გმადლობთ მეგობრებო, გადამარჩინეთ. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ გაჩერება აკრძალულია. სადაც ეს ნიშანია, იქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. დანარჩენები სად არიან? გვინდოდა ყველასთვის გვესწავლებინა. მალე გამოჩნდებიან. აბა საწავლენ. დაგვეხმარეთ. საშინელება მოხდა. ვიშველეთ. რა მოხდა? შვიდად. ზერ, რა მოხდა? ხო მართლა, დოსად არის. სწორედ მასზე უნდა მეთქვა. დო მოიტაცეს. ის ქალაქში წავიდა, სადაც მისი ევაკუაცია მოახდინეს. ალბათ არ იცოდა ეს რა ნიშანი იყო. ჩვეულებრივი მანქანასავით წაიყვანეს. შვიდად, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. წაგვიყვანე ზერ. ტურბოზავრებო, წინ! გაჩერდით, ტრაკს რა ვუყოთ? რობოტი ქალაქში ყურადღებას მიიქცევს. ტრაკი ჩვენთან ერთად წამოვა და დამიჯერე, ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება. აქ ახლოს რაღაცა ინტერესო დავინახე. რამხელა ყოფილა. ზუსტად უნდა გავიგოთ სადგას დო. ზერ! უკვე მივფრინავ. აი სათყოფილხარ. ძლივს გიპოვე. დამიჭერეს წამიყვანეს, რა გავაკეთო? პანიკას ნუაყვები დო. ჩემი მეორე სახელია სუპერმაშველი. გპირდები რომ ძალიან მალე გაგათავისუფლებთ. ვერავინ ვერ გხედავს? მაშინ ტრაკი გამოუშვათ. სიმჭიდროვეა. დო ვიპავე. მეორე სართულზეა. კედელი უნდა გავტეხოთ იმ ადგილას, სადაც დო დგას. ის ხრელში გამოწრება. მერე კი კედელს ისე შევაკეთებ, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. მეორე სართულიდან როგორ ჩამოდრება? კიბე რომ არ არის. არაფერი არ გამოვა. ეს ძალიან ადვილია, მოვიფიქრე. ხრელთან პატარა გორაკს გავაკეთებთ და დო ჩამოგორდება. აი, შეხედეთ.
გენიალურია. ტრაკ, სახურავი მოხსენი და იმ კედლის ნაწილი, სადაც დოდგას. ანკი, მათ გვერდზე გაწევ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. თორ, ბუ. თქვენ იმ ადგილთან ქუჩას დაყრით ისე, რომ პატარა გორაკი გამოვიდეს. მე რა გავაკეთო? თვალიადევნე, რომ არავინ არ დაგვინახოს. აკეთ მოდიან. ისე მშენებლობა დაიწყეს. თხრიან და თხრიან. ვერ გავიგე განცეძებენ? წავიდა? შეიძლება გამოვიდე. მზად ხარ? კარგი? აი ასე. კარგია. მარცხნივ? მარჯვნივ? ახლა კი კედელი და სახურავი უკან უნდა დავაბრუნოთ და ის გორაკიც დავშალოთ. ბაშა, სახლში მივდივართ. არ ვიცი უთქვენოთ რა მეშველებოდა მეგობრებო. მეგობრები სწორედ იმისთვის სჭირდება ადამიანს რომ მძიმე დროს დაეხმარონ, მაგრამ სხვა დროს ამ ნიშნის ქვეშ არ გაჩერდე. ეს რას ნიშნავს? ჰო. წესების სწავლა მოგიწევს. ჰაერში კი წესების დაცვა არ არის საჭირო. ვაი. აუ. ძალიან მოწყენილი ვარ. რა გავაკეთო? ოჩახტრაკ, ნამდვილი მოჭადრაკის შესაფერი სისვლა იყო. მაგარია. და რა მოვიგე? ჯერ არა, ისევ შენისვლა. მხედრითი არე, მხედრით. ახლა შენ დაარტყი. როცა კარშით გახარ, თავარია ყურადღება არ მოადუნო, თორემ გოლს გაგიტანენ. რა? ხომ გაგაფრთხილე? აი შენზე თვითონ არაფერს არ აკეთებ და სხვებსაც ხელს უშლი. იმიტომ რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ფეხბურთის და ჭადრაკის თამაში კი არ მინდა. სარმე მაქვს ის რაც შენ გჭირდება. ეს ძველი რადიო. სხვაში ვიპოვე. შეხედე? მოღრუბლულობა იქნება, ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 20, საპატრულო მანქანა ნომერი 5, გზაჯვარედინზე საცობი შეიქმნა. სამაშველო სამსახური მიღება. გამომართვი ახლა ყველა ახალი ამბავი გეცადინება. აი ახლა ზერსაც აქვს საქმე. გავაგრძელოთ? ჩვენ თვითონ მფრინავი გვიყიდეს? ოღონდ დაიდან ორას უნდა რომ თვითონ გამოსცადოს. ბავშვებო, დაიმახსოვრეთ. უპირველეს ყოვლისა ინსტრუქცია უნდა წაიკითხოთ. კარგი, ყველაფერი გასაგებია. ბორა, ჩართე. თვითონ მფრინავი არ მიფრინავს. გადახელია. დაიდან ორა იქნებ ხელი გაუშვათ.
ხელი გავუშვა? ბორა, ინსტრუქცია არ წაკითხავს და არ იცი. მე კი წავიკითხე და ვიცი. ამას ქვია რომ ვითამაშეთ. არ მოიწყენოთ, ვიპოვით თქვენს თვითმფრინავს. ზერისაც წავიდა. მისთვის მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს. იცით რომ საჰარაში დღეს სიცხეა. ანტარქტიდაში კი თოვს. ეს რა სიგნალია? რაღაც უცნაური სიგნალია. სოს სიგნალს გავს. სოს არის სიგნალი, რომელიც ნიშნავს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. სიგნალის მიხედვით თვითმფრინავია. ალბათ ჭექა ქუხილში მოხვდა. რა გავაკეთოთ? აეროდრომი ავაშენოთ. ხომ ასეა? თვითმფრინავი ახლოვდება, უნდა ვიჩქაროთ. თორ მოედანი ქვებისგან და ბუჩქებისგან გაწმინდე. ბულ, მიწა გაასწორე. ტრაკ, ნიადაგი დატკეპნე და ზოლი დახაზე. ანკი, კუნძები ამოთხარე. დო, ფარები ანთე, ეს ჩვენი დასაშვების შუქები იქნება. ტურბოზავრებო წინ! ის არის მის პროჟექტორს ხედავ. ეს რა არის? თვითმფრინავია. აღარ პატარა. დიდი მადლობა. როგორ იპოვეთ? რადიო სიგნალი დაგვეხმარა და ამინდის პროგნოზი. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.